განვიხილოთ ირაციონალური განტოლება. ირაციონალური განტოლება ისეთ განტოლებას ეწოდება, რომელიც გამოსახულების ნაწილს შეიცავს რადიკალის ქვეშ, ანუ ფესვის ქვეშ. ფესვიანი გამოსახულება ასე. განვიხილოთ ამ განტოლების ამოხსნის ზოგადი სქემა ისეთია. ფესვიანი გამოსახულება უნდა დავტოვოთ ტოლობის ერთ მხარეს, დანარჩენი კი გადავიტანოთ ტოლობის მეორე მხარეს. x კვადრატს მინუს 8-დან ფესვი რჩება ტოლობის ერთ მხარეს, x-ი მინუს x მინუსით არის აქ და მეორე მხარეს პლუსით გადავა 2x პლუსით არის, რა თქმა უნდა ესე რჩება. და ამის შემდეგ განტოლების ორივე მხარე უნდა ავიყვანოთ კვადრატში. კვადრატში აყვანის შედეგად რადიკალის მოიხსნება, ფესვი აღარ გვექნება აქ და მეორე მხარე უბრალოდ კვადრატში უნდა ავიყვანოთ. შედეგად ესე გამარტივდება გამოსახულება, შემდეგ აქ რა ხდება? x-ის შემცველი წევრები დავალაგოთ ტოლობის ერთ მხარეს, კერძოდ მარჯვენა მხარეს დავალაგოთ ამჯერად, ხოლო თავისუფალი წევრები, ის წევრები, რომლებიც x-ს არ შეიცავენ, დავალაგოთ მეორე მხარეს, ტოლობის მეორე მხარეს. გვექნება -8-ს, ეს +4 მინუს ნიშნით გადავა, -8-ს -4 უდრის x კვადრატი ხო აქ გქონდა და ეს მეორე x კვადრატი ტოლობის მარცხენა მხრიდან მარჯვნივ გადავა მინუსით, -x კვადრატი იქნება 4x-ი დარჩა თავისსავე ადგილზე და პლუსით არის. x კვადრატები გაბათილდება და დაგვრჩება რომ 4x-ი ტოლია -12-ის. შესაბამისად x-ი -3-ის ტოლია. მას შემდეგ რაც პასუხს მივიღებთ, აუცილებელია რომ რადიკალიანი გამოსახულება შევამოწმოთ. შევამოწმოთ ეს განტოლება, რამდენად ეს მიღებული ფესვი, რამდენად აკმაყოფილებს განტოლებას. ამისთვის ავდგეთ და ეს -3 ჩავსვათ აი აქ. ესე იგი, -3 კვადრატში არის 9, 9-8 არის 1 და ფესვი 1-დან 1-ია, რა თქმა უნდა. მაგრამ აი აქ რო ჩავსვათ ეს -3 ქვედა განტოლებაში, ხო? ეს შეხედეთ -3 + 2 იქნება -1. გამოდის რომ ფესვი 1-დან უდრის -1, რაც სიამდვილის არ შეესაბამება და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ მიღებული ფესვი არის ეგრეთ წოდებული გარე ფესვი, ეს არ არის ის ფესვი, რომელიც აკმაყოფილებს მოცემულ განტოლებას და ამრიგად განტოლების ამონახსნი, განტოლებას უბრალოდ ამონახსნი არ არის. მისი ამონახსნა სიმრავლე არის ცარიელი. ცარიელი სიმრავლეს ეკუთვნის x-ი. ხომ, აქ ნაჩვენებია კი მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება იყოს -3 ის ფესვში. იმ მიზეზით, რომ აი შეხედეთ -3 + 2 x-ის ნაცვლად -3 რა ჩავხოთ, ტოლობის მარჯვენა მხარეს ვებულობთ -1 და ჩვენ არ შეიძლება რომ კვადრატული ფესვიდან გამოღებული რიცხვი იყოს უარყოფითი. კერძოდ -1 ამ შემთხვევაში შეუძლებელია. გავაგრძელოთ ახლა ჩვენ აი ამ განტოლებების ამოხსნა. ამჯერად განვიხილოთ აი ესეთი სახის განტოლება, აქ როგორც ხედავთ, -x-ი, ფესვი -x-დან არის 3-ის ტოლი. ავიყვანოთ ტოლობის ორივე მხარე კვადრატში და მივიღებთ რომ -x-ი უდრის 9-ს, ანუ x-ი არის -9. რა თქმა უნდა -9 ფესვი არის, იმიტომ რომ თუ x-ის ნაცვლად -9-ს ჩასვავთ, გამოგივა +9-დან ფესვი არის 3, რაც ჭეშმარიტება. შემდეგ მეორე გამოსახულება ესეთი არის. ესე იგი, მეორე გამოსახულება, აი აქ ესეთი გამოსახულებაა. ხომ, აი ფესვი არის -4x + 3. უდრის ფესვი -x. ორივე მხარე აყვავს კვადრატში და გვექნება -4x + 3 უდრის -x. გადმოვიტანთ x-იანებს ტოლობის ერთ მხარეს დავალაგებთ -4x და +x-ი. და უდრის -3-ს. თავისუფალ წევრს გადავიტანთ მეორე მხარეს და მივიღებთ რომ -3x-ი არის -3-ის ტოლი, ანუ 3x-ი 3-ს უდრის და x-ი უდრის 1-ს აქედან გამომდინარე. ვიპოვოთ ამ გამოსახულების განსაზღვრის არე. განსაზღვრის არე უნდა აკმაყოფილებდეს იმ პირობებს, რომ ფესქვეშა გამოსახულებები უნდა იყოს მეტი ან ტოლი 0-ზე. ეს 0-ზე ნაკლები არც ერთი არ შეიძლება იყოს. და აღმოჩნდა რომ ასეთ შემთხვევაში დიახ, ეს პირობა შესრულდება, განსაზღვრის არე არის, ესე იგი, x-ი განსაზღვრულია, x-ის მნიშვნელობა განსაზღვრულია, როდესაც x-ი არის ნაკლები 3/4-ზე, ხო? დიახ, 3/4-ზე. და ჩვენს მიერ მიღებული ფესვი კი, როგორც ხედავთ, არის 1-ის ტოლი და 1, ესე იგი, 3/4-ზე მეტი არის. მასზე ნაკლები არ არის და ამიტომ ამ შემთხვევაშიც განტოლებას ამონახსნი არ არის და x-იც არის სიმრავლე.
კიდევ ერთი განტოლება განვიხილოთ, ეს გახლავთ ასეთი განტოლება შეხედეთ. 7 მინუს ფესვი 4x + 5 უდრის 4x. აქაც მოვიქცეთ ანალოგიურად, ესე იგი 4x-ი გადავიტანოთ ტოლობის მარცხენა მხარეს, ხოლო მინუს ფესვი 4x + y-ი გადმოვიტანოთ ტოლობის მარჯვენა მხარეს. ესე იგი რადიკალიანი გამოსახულება ერთ მხარეს მოვათავსოთ, ხოლო ფესვის გარეშე გამოსახულება მეორე მხარეს და ამის შემდეგ უკვე ავიყვანოთ ტოლობის ორივე მხარე კვადრატში. შედეგად მივიღებთ, რომ ოღონდ 59-56x + 16x კვადრატი ტოლია 4x + 5-ისა, ხო? და ნუ აქ გავაერთიანოთ, ესე იგი შემდეგ ტოლობის ერთ მხარეს მოვათავსოთ ყველა ეს წევრი ამ გამოსახულების და გავუტოლოთ 0-ს. შედეგად მივიღებთ კვადრატულ განტოლებას, ეს არის 16x კვადრატს მინუს 60x + 54 უდრის 0-ს. ნუ ყველა წევრი გავყოთ 4-ზე, გამარტივდება ამით კვადრატული განტოლება, ვიპოვოთ მისი დისკრიმინანტი, ამოვიღოთ ფესვის დისკრიმინანტი და ამოვხსნათ x-ის მიმართ და მივიღეთ x-ის ორი მნიშვნელობა, ეს არის 1 და 2 და ხო 2 და 3/4. ესე იგი x1 და x2. x-ის ეს ორი მნიშვნელობა შევამოწმოთ აკმაყოფილებს თუ არა განსაზღვრის არეს. განსაზღვრის არე აქ ჩვენ გვაქვს, რომ როგორც ხედავთ, ესე იგი 4x + 5 უნდა იყოს 7 - 4x-ი, მოდეშით უნდა იყოს მეტი ან ტოლი 0-ზე და აქედან 4x-ი უნდა იყოს ნაკლები 7-ზე, ანუ 4x-ი არის ნაკლები 7/4-ზე და მეორეს მხრივ ფესქვეშა გამოსახულება 4x + 5-იც უნდა იყოს მეტი ან ტოლი 0-ზე. ანუ 4x-ი მეტი უნდა იყოს -5-ზე და x-ი უნდა იყოს ნაკლები 7/4-ზე, ხო? და შედეგად აღმოჩნდა, რომ x-ი არის მოთავსებული -5/4-სა და 7/4-ს შორის. და ამ განსაზღვრის არის -5/4-სა და 7/4-ს შორის მოთავსებულ არის აკმაყოფილებს მხოლოდ ესე იგი პირველი x-ი უდრის 1-ს, ეს ფესვი, ხო? ხოლო რაც შეეხება მეორე ფესვი 2.3/4-ია. 2.3/4 უფრო მეტია ვიდრე 7/4 და ამიტომ განსაზღვრის არის გარეთ არის და ეს ფესვი არ არის. ესე იგი მხოლოდ ერთი ამ უნდა ხსნი აქ ამ განტოლებას x-ი უდრის 1-ს.